ექნება თუ არა ბრიტანეთის სანქციებს დომინოს ეფექტი, ევროპარლამენტი მოქმედებაზე გადადის. თავდაპირველმა მოიპოვა ოფიციალური წერილი, რომლითაც ევროდეპუტატი ქშიშტოფ ბრეიზა ევროკომისიას მიმართავს და ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მსგავსად განიხილოს იმედის და პოსტივის დასანქცირება. კანდიდატ ქვეყანაში კრემლის მხარდამჭერი ნარატივების სისტემატური გავრცელება პირდაპირ გავლენას ახდენს გაფართოების პროცესის სანდოობაზე. ამ კონტექსტში აფასებს თუ არა კომისია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურთან ერთად დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების საფუძველსა და მტკიცებულებებს იმის დასადგენად შეიძლება თუ არა მსგავსი სიების განხილვა ევროკავშირის შემზღუდავი ზომების ფარგლებში. რა ინტერესების გამოყენებისთვის არის მზად კომისია, როდესაც კანდიდატი ქვეყნების მედია საშუალებები ხელს უწყობენ რუსეთის ჩარევას? როგორ აპირებს კომისია ასეთ შემთხვევაში საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამის უზრუნველყოფას? ევროკომისიასთან აქტიური კომუნიკაციის პარალელურად იმედის და პოსტივის დასანქცირებაზე მუშაობენ ევროპარლამენტშიც. ევროდეპუტატები ორშაბათიდან საქართველოს შესახებ მომზადებულ წლიურ ანგარიშში შესწორებების შეტანას აპირებენ, რის მიხედვითაც საბოლოო ტექსტში უკვე პროპაგანდისტული მედიების დასანქცირებაც იქნება მოთხოვნილი. ევროკომისიას ჩვენ მივმართეთ კითხვით და ასევე მივმართეთ მოთხოვნით, რომ რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირში ძალიან კარგად იციან იმედის ტელევიზიის ქმედებები, ძალიან კარგად იციან, რომ იმედის ტელევიზია არის ქართული ოცნების ხელში პოლიტიკური იარაღი და ასევე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ნაბიჯები ევროკავშირიდან იქნება ძალიან სწრაფად და ეფექტურად გადადგმული. შემდეგი რომ დიდი ალბათობით ევროკავშირის სანქციები იქნება, ამას ქართულ ოცნებაში კარგად იაზრებენ. არც ივანიშვილის პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯდომარე უარყოფენ, რომ ევროკავშირისგან სანქციების მოლოდინი აქვთ. ეს იყო ბრიტანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილება, ევროპული ბიუროკრატიაც იმართება იგივე ხელიდან, რასაც პრეზიდენტი ტრამპი უწოდებს deep states, ჩვენ სხვა რამეს უწოდებთ, თუმცა ერთ-ეგივეზე ვსაუბრობთ. ეს ხო რა თქმა უნდა კოორდინირებული გადაწყვეტილება deep state-ის გადაწყვეტილება. ზოგადად რა თქმა უნდა საქართველოს მიმართ მტრული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი ჩვენ ყოველთვის გვაქვს. ჩვენ გაქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება ბიძგი მისცეს ბრიტანეთის სანქციებმა და ევროკავშირის სანქციებიც მივიღოთ ამ ორი ტელევიზიის მიმართ, კონკრეტულად რომ ევროპის დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჭკუა არ მოიკითხება ამ ხრივ. და ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი მავნე გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სანქციებზე დასავლური ქვეყნების თანამშრომლობა აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციებს ძირითადად შემდგომში ევროკავშირიც იზიარებს ხოლმე. ასე მოხდა რუსული პროპაგანდისტული მაუწყებლების შემთხვევაშიც. მაგალითად 2022 წელს Russia Today ჯერ გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა. შემდეგ იგივე გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმაც. ასე იყო რუსული გამოცემა Sputnikis და TV Novostis შემთხვევაშიც. ჯერ იყო გაერთიანებული სამეფო, შემდეგ ევროკავშირის სასანქციო პაკეტი. ძალიან რთულია იმის პროგნოზირება ბრიტანულ სანქციებს მოყვება თუ არა სხვა იურისდიქციებიდან სანქციები, მაგრამ სოფლიო პრაქტიკაში ჩვენ გვახსოვს არაერთი მაგალითი, როდესაც ნაბიჯის პირველ გადამდგმელს მოყვებოდა სხვათა რეაქცია. დაშვება და ალბათობა იმისა, რომ მხოლოდ აი ამ კონკრეტული სანქციების პაკეტით არ შემოიფარგლება, ამის დაშვება მე მგონი არც თუ საფუძვლო არის. ის რომ რუსული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ვალდებულება ევროკავშირის აღებული აქ ეს ცნობილია 2015 წლიდან და ის რომ პროპაგანდისტულ მედიასთან მიმართებაში მიმდინარეობს მოკვლევა ევროპარლამენტში, ამაზე თავად ჟურნალისტმა ისაუბრა იმედიდან წასულმა შესაბამისად და მთავარი საკითხი აქ არა ის არის, რომ ეს შესწავლა არ ხდება, არამედ კონსენსუსის საკითხი და მისი მომზადება. ამ ეტაპზე ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტს განიხილავენ, რომელსაც ჯერჯერობით პუტინის მოკავშირე ორბანი ბლოკავს, თუმცა პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ უნგრეთში მოახლოებული არჩევნების შემდეგ მოცემულობა სრულად შეიცვალოს. შანსი მაღალია, ალბათობა მაღალია, რომ ევროკავშირმა იქცადოს, თუმცა ამ მომენტში ვიცით, რომ ამ სანქციებთან მიმართებაში ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკა არის ეგეთი, რომ მაგას ჭირდება კონსენსუსი. და ვიცით, რომ ჯერჯერობით მაგას უნგრეთი ბლოკავს. ამიტომ ეხლა ამ წუთში ეგ არ გამოვა, რომ ცადონ, მაგრამ ნუ აი აპრილი მოდის და აპრილში იქნება უნგრეთში არჩევნები და ნუ ჯერჯერობით არ ჩანს წინასწარი კვლევებით, თუ ეხლა რაღაცა სიგიჟეები არ ჩაიდინა ორბანმა. დიდი სხვაობით უგებს მისი ოპონენტი. ხო და მაგის მერე ალბათ უფრო მარტივი იქნება ევროკავშირის მხრიდან, როგორც ერთობლივად სანქციების დაწესება, ისე სხვა რაღაცებს მიღება, რომელსაც აქამდე ვერ იღებდნენ, იმიტომ რომ ორბანი ჭედავდა. ის რომ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები შემოიღო რუსული საქმის წინააღმდეგ და დაასანქცირა იმედი და პოსტივი, შეიძლება გახდეს ჯაჭვური რეაქციის საფუძველი ძალიან მარტივი მოცემულობით. სხვა ქვეყნებიც, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ ებრძოლონ რუსულ პროპაგანდას, ჰიბრიდულ
ომს დასავლური სამყაროს წინააღმდეგ, ისინი გახდებიან მათ შორის დაინტერესებული, რომ განიხილონ ეს სანქციები და შეიძლება თავადვეც მიიღონ. უკვე ცნობილია, რომ ევროპარლამენტი TV-იმედისთვის აკრედიტაციის შესაჩერებლად ემზადება. სააკრედიტაციო კომისია, რომლის წევრებიც ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, უკვე მსჯელობს რუსული პროპაგანდის გავრცელებაში მხილებული იმედის შავ სიაში შეყვანას.